ყველა ადამიანს ჩვენი შიშები და კომპლექსები გვაქვს და მე როგორ ვახერხებ ჩემი შიშების დაძლევას. ყოველი შიშის გადალახვის შემდეგ ვიწყებ ახალ შიშზე ფიქრს და ზრუნვას, ასე რომ ვთქვათ. ვიწყებ სხვადასხვა ადამიანებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან აი ამ თემების განხილვას, მერე ვაჯამებ, ვაანალიზებ, აი რატომ მაქვს ეს შიში, რას მომიტანს, ვთქვათ, მე თუ აი ამ რაღაცას გავაკეთებ, რისი შიშიც მაქვს, რა მოხდება, აფეთქდება სამყარო თუ არ აფეთქდება. მიხვდით? ანუ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე და მივდივარ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს შიშიც უნდა გადავლახო და ყოველი ასეთი შიშის დროს ზუსტად ერთი და იგივე მოქმედებას ვიმეორებ და აი ამ შიშის პირისპირ ვდგები და ვცდილობ, რომ გავაგდო, ასე რომ ვთქვათ, ჩემი გონებიდან ეს რაღაცების შიშები, რაც არის აბსურდი, ასე რომ ვთქვათ და არარეალური. უბრალოდ გვაქვს ყველა ადამიანს სხვადასხვა რაღაცების შიში. ვინ რას იტყვის, მაგალითად, ანუ ვთქვათ, ახლა აი ამ რაღაცას რო გავაკეთებ, რა მოხდება მომავალში მერე ჩემს ცხოვრებაში, რას გამოიწვევს და ასე შემდეგ. და ანუ მოკლედ ყოველ შიშს აი ესე ვებრძვი შიშთან პირისპირ დგომით და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის ცოდნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რისი შიშიც გვაქვს. უნდა აუცილებლად ძალიან ბევრი ვისწავლოთ.